გამარჯობა ბატონ დავით, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისათვის და სოლიდარობა სინთეზის და პოლიტიკურ პატიმრებს ამ ქვეყანაში. ხო, ნუ რა ვიცი ხარ. სამარცხვინო სურათია, ვისთვისაც ეს სამარცხვინო არ არის, ვისთვისაც ეს ყველაფერი ნორმალურია და ვისაც უნდა რომ ეს ყველაფერი ქართულ ხალხს და ამ ქვეყნის მოსახლეობას მიყიდოს როგორც რაღაცა ბუნებრივი და სწორი პოლიტიკური პროცესი, რა ვიცი, ეს უბრალოდ ან გათახსირებულია, ან შეურაცხადი ფსიქიკურად. იმიტომ რომ არ არის ნორმალური, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი ივანიშვილის გარდა, აი მართლა უკლებლივ ყველა ადამიანი, ვინც არის პრეტენდენტი იყოს ძალაუფლების რაღაცა ფორმით მფლობელი და გამნაწილებელი, რომ ყველა მისი ოპონენტი რეალური ვისაც აქვს რაიმე ელექტრონული მოჭიდება, დღეს ერთად იჯდა განსაჯდელის სკამზე და განსაჯდელის სკამზე კი რაღაცა იმისთვის კი არის და ხულიგნობისთვის. სამშობლოს ღალატისთვის. სამშობლოს ღალატისთვის იჯდა, არ ვიცი ხო რაღაცა ამბროსი ხელაიას, მიხეილ ჯავახიშვილის, არ ვიცი, ნუ აი რაღაც 37 წლის, 24 წლის, აი ეს პროცესები მახსენდება, მეტი არაფერი ხარ მინდა რაღაცა ისეთ შედარებები გავაკეთო ზედმეტად აღმატებული, მაგრამ რეალობა ეს არის, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ საქართველოში და სწორად აღნიშნეთ, ბატონ დავით, საბჭოთა საქართველოში კიდევ ერთი დილა გათენდა, როდესაც ხო ისევ ნორმაც უნდათ გაყიდონ აი ეს რაღაცა პოლიტიკური ჯოჯოხეთი, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ლაივში 24 საათიან რეჟიმში 2026 წელს ამ ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების და რაღაცა ყველანაირი მე-11 არმიის გარეშე სამშობლოს გაყიდვა საქართველოს ჩაბარებას ჩვენი მტრისადმი და სხვას არაფერს არ ემსახურება რეალურად, იმიტომ კი არ ვამბობ რაღაცა საქართველოს ვერ გადარჩება ბადრი ჯაფარიძის თავდაცვაშვილის მამულა ხაზალაძის არ ვიცი ნებისმიერ სხვის გარეშე ვინც დღეს განსაჯდელის სკამზე იჯდა საქართველოს გადარჩება ოღონდ უკიდურესად გაფრთხილებაში აგდებს ჩვენ სახელმწიფოს ძალიან აზიანებს ჩვენ სახელმწიფოს ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მთავარი მეთოდი საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ყველასთვის ციხით დამუქრება ლიკვიდაციის მცდელობა ციხით დამუქრება გალახვა ცემა ჩაკოლვა შეშინება ქვეყნიდან გაგდება და ასე შემდეგ აი ამ ფორმებით ებრძვიან ადამიანებს რომელიც ისე არ ფიქრობენ როგორც რაღაცა სტანდარტული twin გამორეცხილი პროცესი. ძალიან მაინტერესებს თამას შენი აზრი, გულწრფელად გეუბნები დამამძიმებელი და მე თუ გითხავთ პოტენციურად საფრთხის შემცველია ჩვენი ეკონომიკისათვის ეს ყოლეvi სპორტის ევროკავშირის საკითხი. ეს სერიოზული ის იქნება, იცი, მუქარა და მე როგორც ვიცი, სხვაჯერს ისის მახსოვს 350 მილიონ დოლარად მიეყიდა მაშინ იმას სოკარს. სოკარის უხერხო მდგომარეობა ჩავარდება დიდი ფული აქ გადახდილი და თუ დაასანქცირეს ეს სპორტი მე მგონი რა ვიცი ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ ყოველ შემთხვევაში საფრთხე არის ეს მაინტერესებს შენგან ძალიან კარგი იქნება თუ ამაზე პასუხი გამცდას სხვაჯერს ბევრი რამ ისეთი უცნაურობა არის აი როგორც პოლიტიკურ პარტიას მინდა შენი აზრი მოვისმინო და თქვენი პარტიისა ეს ყობახიზე რას იძახის ჩვენს არალეგიტიმურობაზე ნუღარ ილაპარაკებთო, ლეგიტიმურები ვართო და შეეგვეთ ამასა, ვინც არ შეეგვება, ციხეში წახვათო. მუქარა ეს, აი, ანტიკონსტიტუციური მიდგომა არის, გასო. ეგება არ მოსწონს ადამიანს, მართა არა ნორმალურობა, იმიტომ რომ 60-მდე 59-მა პარლამენტარმა უარი განაცხადა პროტესტის ნიშნად არ შევიდა პარლამენტში. ლეგიტიმურია, იცოდეთ, პროტესტი ლეგიტიმური მოვლენა არის. და ამათ წდებათ გული იმისა, რომ 2/3-იც ვერ შეაგროვეს პარლამენტში ვინც აყავთ. და შესაბამისად ლოგიკით იცი, რადგან 2/3-ზე ნაკლები გააქვს დეპუტატების სია, არა ხარ ლეგიტიმური და ვინც ამას გაიმეორებსო, სისხლის სამართლის საქმეს აღზრავთო, იმუქრებიან. აი რა მდგომარეობა ეს არადემოკრატიულია უკვე და მე არ ვიცი, იცი, აი კოლიზიასთან გვაქვს საქმე. თანიძახის დისკუსია გვინდაო დაждაებ შავი კუბოსნაირი ოთახი იყო ნახევრად ჩაბნელებული არა უაზრობა იყო იცი საერთოდ ეს ფორმულა აი ესეთი 4 აქეთ 4 იქეთ სისულელი არასწორი არის რაღაცა აი იერარქიული ის იყო და 2 წუთიანი პაუზები აი შეკინაკეთ განსხვავებული პოზიცია გუშინ იმაგიდაზე ერთი იმას ქონდა ლევანს გუჩაი ხო შემეწოდა ლევან 7-1-ზე იყვნენ ხო 7-1-ზე იყო და ეს არ იყო დისკუსია რა ეს ჩვენ არ გვიწახია ხო? აი მე YouTube-ში შედი სიცილით მოკვდები რა. არ არის სწორი.
არ გვეძახია თქვენ რომ აკრძალოს პირას ხართო და ჯერ ხო თქვენ თვითონ თქვითო უარი ოღონდ არ გითქვამს ასად უარი როგორ შეიძლება უარი თქვა აი ამ ხალხთან რამე საშუალება იყოს სადაც აი ამ ხალხის მორიგი გაშიშვლება შეიძლება და მით უმეტეს მათ მოედანზე იმ არხებზე რომელიც ტვინის გამორეცხვის გარდა მეტი არაფრით არ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების და იქ არ მივიდე და არ ვაჩვენო რა ჭაობის ბაყაყები არიან სინამდვილეში და ჭაობის ბინადრები ამაზე კარგი შესაძლებლობა რა არ გვეძახიათ გითხრას რომ ბოლოს არგუმენტები რომ გამოვლეთ თქვენ რომ უნდა აკრძალონ და თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებთ რაც შეეხება თქვენ კითხვას რა მნიშვნელოვანი პირველ კითხვას უპასუხებ კი ბატონო ყულებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის ამის უკან ყველაფერი ნათელია რა ვიცი მეგონა რომ რთულ სარისკო დიდი რისკიანი ადამიანი არა ვარ და სარისკო პროფესიას და ექსტრემალურ პროფესიას არ ვისჭერდი და აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან მარტივი გამოხატულება ჩემი პროფესიის არის ლაპარაკი საჯაროდ და საჯარო ლაპარაკი ამ ქვეყანაში გახდა კრიმინალიზებული ეს მარტო ამ კანონით ეს კანონი არის ერთგვარი ლეგალიზება ამ ყველაფრის რაღაცა საკანონმდებლო ჩარჩოს მოფიქრება ბატონ დავიქტორე შეგახსენებ მე შეიძლება რა ვიცი აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მქონდეს მე შეიძლება მეგონოს რომ 4 ოქტომბრის წამოწყება ეს იყოს აბსოლუტურად გაუაზრებელი ან გააზრებული და ძალიან ცუდი ავანტურა ძალიან უშნო რომელმაც ჩვენ მოქალაქეებში ძალიან ცრუ იმედები გააღვივა და კიდევ პოზიცია შეიძლება ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებდი და ბევრ სხვა რაღაცაზე მე და ლევან ხაბეიშვილი ვერ ვთანხმდებოდეთ მაგრამ მე ერთი რამ ვიცი რომ ლევანი ახლა ზის იგივე რამისთვის ციხეში რასაც მე აი აქ ლაპარაკობ თქვენთან ერთად ან კიდევ ვილაპარაკებ ბევრჯერ სანამ ლაპარაკის უნარი მექნება და სანამ რა ვიცი არ დამიხშობენ სალაპარაკო ღრუს მანამდე ვაპირებ რომ ვანხილო და ვთქვა სიმართლე და ლევანი ზის ციხეში ამისთვის ლევან ხაბეიშვილი ციხეში ზის პოლიტიკურ სიტყვისთვის არაფერი არ არის იმ საქმეში ხო ეს რეალობაა ეხლა ამას კანონი მიაბეს რომ ეხლა ხაბეიშვილი გამოვიდა რომ ცოტა ისეხავთ რა ახევრად ლეგალურად იქ და ამიტომ ეხლა კანონს მიიღებენ როდესაც პოლიტიკური სიტყვა ხდება კრიმინალური იქ არაფერზე ლაპარაკი არა ეხლა რა ვიცი სურკოვის მოდელში აი სუვერენული დემოკრატიის რომელიც სახელმძღვანელობით ოპერირებს ივანიშვილი ეს რაც აქ ეს არის სურკოვის სახელმძღვანელო ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიის იმ მოდელში თავისუფალი პოლიტიკური სიტყვა უნდა არსებობდეს და ჩვენ ვაკვირდებით ძალიან კანონზომიერ პროცესს ის მოდელი ახლა ტრანსფორმირდება კლასიკურ ავტოკრატიაში ოღონდ რა ვიცი რუსებს შეუძლია იამაყონ მაინც დერჟავაა იმპერიაა და ეს პუტინი ეუბნება რომ რა ატყუებს მაგრამ ეუბნება რომ ნახევარ სამყაროს დავიპყრობთ და იმას კიდე რაღაცა იმპერიული სიამაყე აქვს და ეს ძალიან ბანძი არსებაა ეს არის თან ვასალი აი ფეხებთან განთხეული ვასალი ყველაზე კარგად რა კაცი არის ეს რო დაინახო ყველაზე კარგად გამოჩნდა აგერ იმ არაბ შეიხს თუ ემირს თუ არ ვიცი ვინ იყო ეს კაცი ხელზე როგორ ემთხვევა აი მან ხედავთ აი მენტალიტეტს აი ამ რაღაცა ეთახმები ვასალურს და ეს ვასალური ანუ ის რა ვიცი იმპერია მაინცაა და ეს არის იაფფასიანი საცოდავი რაღაცა მითხავ გამოხეული ვასალური ავტოკრატია აი ამას თავზე ავტოკრატიაზე ვიდა კითხო გულწრფელად გეუბნები აი მართა საზოგადოებრივი აქტივობა აი სამი დღე რასაც უყურებ აშკარად პიკისკენ მიდიოდა ხა ნუ მე რა ინფორმაცია მაქვს აშკარად დაშინდნენ ამას მოდი ესე ვთქვათ ციგნიერი ხალხის ბუნტი იყო და შეეშინა და შეაჩერეს ეს გპ-ის და თსო-ს გაერთიანება ძალიან სიმპტომატურია მე ხლა აი და ბაბატი რა ბარიღამ გადავაბა მეორე თემასაც აშკარად აი რადგან ეხლა ეს გეოპოლიტიკური ესე ვთქვათ იზოლაცია მოახდინეს რუსეთისა და შესაბამისად მის ნავთობს არ ყიდულობენ და მე მგონი გაზზე ძალიან დიდი შეფერხებებია რა კარგი იქნებოდა რომ ახლა თავის დროზე ეს ახირება იყო ივანიშვილისა და ცოდად გაყვება მაკაც არ უნდა გაჩერებულიყო იცი აი მართა არ უნდა გაჩერებულიყო ანაკლის პროექტი ნებისმიერი ახლა უნდა ოპერირებდეს უნდა ოპერირებდეს და ანაკლია მართა ძალიან კარგი ადგილი არის და ნუ რაც უფრო ახლოს არის ბოსფორთან მით უფრო კარგი ახლა დამეჯერე კარგად ვიცნობ შავი ზღვის სანაპიროს ასევე ძალიან კარგი იყო პაემისი რა ქვია დღევანდელი სოხუმის ნუ ცხუმი ქვია მას თავის დროზე ცხუმს ეძახდნენ
რცხილისგან მოდის რცხილა მეგრულად ცხომი არის ფაქტი არის რომ აი ეს შავი ზღვის პირა ქვეყანას საპორტო ადგილებს ოქროს ფასი აქვს და ეხლა მზად იქნებოდა და მართა წაადგებოდა ну ყოველ შემთხვევაში ირანთან ურთიერთობა ალბათ სულ მალე გაირკვევა მე მგონი არ ვიცი ახლა იქ დღეს ისრაელმა ოფიციალურად მოითხოვა რომ მე მარტო შეიძლება მომიწიოსო მასთან ბრძოლაო ну ფაქტობრივად დისტანცირება გააკეთა ამერიკისაგან და ამით მიანიშნა ირანს რომ თუ ჭკუით არ იქნები არ აქცდება კიდევ ერთი ჭურვებიო საინტერესო პერიოდია და აი მართა ხელსარიელები ვხდები ჩვენ გულწრფელად გეუბნები, იცი მე პირადად ფიქრობ, რომ დიდი ღალატი იყო საქართველოს ეკონომიკისთვისაც და გეოპოლიტიკური სივრცისათვისაც, რომ ანაკლიის სპორტი ვერ აშენდა. დაატორმოზეს, მე მახსოვს, სასამართლოებზე რამდენი ხანი გატარეს, რატომ? უნდა თვითონ ჩაეგდო ხელში. ნუ რა მივიღეთ ახლა? ეს ყოლები მივიღეთ ან სოკარის აიქ ძირითადი კაპიტალი ჩადებული ნუ 350 მილიონ დოლარად იყიდა ისა ერთისაგან ვიცი ვისგანაც და შედეგი რა არის აი რა არის შედეგი რუსული ნავთობის მოტყულები თან ნედლი მასალა მაგ კრეკინგზე უნდა გავიდეს და აი გამოჩნდება სალარკას და ყველა ფენის ბენზინი და ყიდიან შავ ნედლ მასალას ეს გაუგებარია ჩემთვის და აშკარად რუსულ ქართული ტანგოს თამაშის შედეგია ეს ყულები. შენ რა სიტყვი ამ თემებზე? ნასაუს პორტი იყო ესეთი კარიბის ბასენში, რომელიც იყო მეკობრეებისთვის. კი, მახსოვს. და აი მაგათ აყალიბებენ. ეგ უნდა წინამძღოლში. სუსტ არ დამჭირდება იმ საქმეად, რაც თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ. ანაკლიის სპორტი ის რომ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოვლენაა, ამას ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ზუსტად თქვენ ამის ფასი გესმით, ოღონდ და მაგიშურდათ, მაგიშურდათ. ვიღაც ჩვენი ლაპარაკი არ მოსწონს, აგერ გუშინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევროკომისიის სამეცნიერო კვლევაა ისო, მეთოდოლოგია მეცნიერული არის. იქ ძალიან პატივსაცემო კვლევარებმა, რომელიც ურჩევს ევროკავშირს, აღმასრულებელ ორგანოს, ევროკავშირისას როგორ უნდა ოპერირებდეს, ძალიან ბევრმა ჭკვიანმა კაცმა ერთად დაждდა გამოიტანეს, რომ ანაკლიის სპორტი არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომელიც შუა დერეფანში საქართველოს უმნიშვნელოვან როლს რეალობად აქცევს. ანაკლიის სპორტი არის უკანასკნელი წერტილი იმისთვის, რომ აი შუა დერეფანი როგორც რაღაცა რეალური ალტერნატივა იმ არაუსაფრთხო გზებისა და იმ არაუსაფრთხო და არასანდო გზებისა, რომელიც გადის ჩრდილოეთში, რუსეთის გავლით და სამხრეთში, ირანის გავლით და შემდეგ ამის ალტერნატივა კონდეს ცენტრალურ აზიურ და ზოგადად აზიურ ტვირთებს ევროკავშირთან კომუნიკაციაში. ამის ალტერნატივა არ არსებობს. ეს ერთი გენელი, რასაც ევროკავშირია. საქართველოსთვის მარტივად გეტყვით. ის რომ საქართველოს არ იყოს ღარიბი ქვეყანა, საქართველოს არის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს ჩამორჩენილი ეკონომიკის ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტით. რა იდიოტობაც უნდა ელაპარაკოს ვიღაც ბიძინა გიორგობიანმა, რომელიც უბრალოდ გაუნათლებელია იმ დებატებში. ან რა იდიოტობაც უნდა გუშინ სამარცხვინო იყო პრემიერ-მინისტრმა რაც საქსტატი რომ იმას რა ქვია ეროვნული ბანკის მონაცემებს ოპერებდა არასწორად იძახდა, იმიტომ რომ არასწორ სვეტებს კითხულობდა გუშინ იმ მონაცემებში. უბრალოდ არასწორად კითხულობდა წრილს და ისიც კი არ იცოდა სანდრო რაკვეშვილმა უთხრა ეს. ისიც კი არ იცოდა მე ეროვნული ბანკის მონაცემებს კი არ ვიყურებ, საქსტატის მონაცემებს ვიყურებ. ანუ ინფლაციის მონაცემები გონია რომ ეროვნული ბანკის გარეშე ითulis საქსტატი. ანუ ის მონაცემები რომ საქსტატს აქვს, თურმე ციდან მოდის ეროვნული ბანკი. ანუ ეგეთი ამ დონეზე, ანუ ორგანულ უბრალოდ არ ესმის, ვერ გაითავისებს, ზეპირად ტექსტსაც ესწავლობს და კითხვა არის, ამ დონეზე არ ესმის ეკონომიკა. ეს რამე რა ტრაგედია კი არ არის კაცო. მოსულა, შეიძლება რომ ეგრე იყოს. ელმოღერებული იდიოტობებს ნუ ველაპარაკები როცა ეგეთი ხარ. და რის თქმა მინდა ამითი რომ ანაკლიის სპორტი არ არის რაღაცა უბრალოდ ახირება. ეს არის მართლა ერთადერთი შესაძლებელი, ერთადერთი რომ ეს ღარიბი ქვეყანა. ეს ღატაკი ქვეყანა, რომელშიც 800 პენსიონერი იყო, აი დღეს ვითვლით, მართლა ელდაბიცა 815 თუ 20000 იყო პენსიონერი, როდესაც აქტიურად დაიწყე ამ რიცხვის ყოველდღიურად შემოწმება, რა, ეს 3 წლის წინანდელ ამბავს ვამბობ. დღეს უკვე ავიდა 890,000-მდე. ანუ აი 3 წელიწადში კიდე ახსენე რომ ფაქტურად 100,000 მოიმატა ხო ამ რიცხვმა. ამ დაბერებადი ქვეყანაა, რომელსაც არაფრის თავი არ აქვს. საჭიროა რომ ჩვენ გავხდეთ საერთაშორისო დიდრები გავხდეთ რა ეს ქვეყანა იყოს დიდარი ქვეყანა. გავიგო ბოდიში მაკა ასათიანი კი არ იყოს მდიდარი. ერთი კონკრეტული ხატმწერი კი არ იყოს მდიდარი.
რომელიც აი ამ ყულევის სპორტზე ძალიან ბევრ ფულს შეუძლებს, შავს, მინძულს. არამედ საქართველოს იყოს მდიდარი ქვეყანა. ამის ერთ-ერთი შანსია, რომ ჩვენი როლი გქონდეს საერთო სავაჭრო ჯაჭვში და საერთო სავაჭრო ჯაჭვში ჩვენთვის საინტერესოა თუ მართლა გამტარუნარიანობა გვაქვს და გამტარუნარიანობა თუ არ აქვს, ჩვენ არაფერს სხვა არ გაგვაჩნია და დავრჩებით ყოველთვის მაჩანჩალა აი ასე შემყურე ხელებში აი ისეთი საშიში მოვლენებისა, როგორც ივანიშვილი. ამიტომ ამის დაკარგვა ეს არის ჩვენი თაობების წინაშე დანაშაული, ქართული სახელმწიფოს იდეის წინაშე დანაშაული და ეს მიზანმიმართულად გააკეთეს ბატონ დავით. მიზანმიმართულად. კი ხელში ჩაგდების ინტერესი რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ჩემი აზრით ორი რამ არის ამ ხელში ჩაგდების ინტერესზე უფრო ზევით. ერთ-ერთად რუსული ინტერესი, პირდაპირ რუსული ინტერესი, ამ შუადერეფანს არასდროს დღეს შუქი არ ნახოს, არ გამოვიდეს უბრალოდ კონკრეტების გატარება, ანუ არ იყოს ეკონომიკურად კონკრეტული ერთი და არ არსებობდეს ეს სპორტი რუსული ინტერესი, რომელსაც ატარებს ივანიშვილი და მისი ნამისნიკები ამ ქვეყანაში და მეორე ეს არის ეთნიკა საქმე, როდესაც აი რაც ევროკომისიის კვლევაში ეწერა, რაც ჩერთეული შტატები ახლა აკეთებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, სწორი კორპორატიული მართლობებით იქ ფოთში დასწრება ბათუმის და ფოთის სპორტებიც უნდა აღდგეს, ხო? სწორი მართლობის პირობებში, რაც შორს გამჭვირვალე დიდი კონკურენტული კომპანიების პირობებში, რომელიც აქ შემოვლენ ოპერებას დაიწყებენ, შეუძლებელია მე რომ ისა რა თქმა უნდა ვიღაცა ასათიანებმა არ ვიცი ყველა ვინც ფიგმული არის ამაზე სახელმწიფო სტრუქტურებში, რუსული სისხლიანი ნავთობით, რომელიც არის აი ამ ჩtildeოვანი ფოთის ნავთობი. ყულევის სპორტში რამე ის კი არ ჩერდება, რა ქვია, იმის ტანკერი, რა ქვია, ტექსაკოსი. ამ ყულ ტერმინალში ჩამოდის რუსული დაფიქსირებული კონკრეტული ფაქტები, რუსეთის ჩtildeოვანი ფლოტის გემები, რომელიც ეზიდებიან ამ საქცილებულ ნავთობს, სისხლიან ნავთობს პირდაპირ უთხრა, იმიტომ რომ ეს ნავთობი რაც ამარაგებს რუსეთის არმიას უკრაინაში და ხოცავს ყოველდღიურად ჩვენ მოძმე ერის შვილებს. აი ეს ნავთობი არის, ამაზე ხელს ითმობა ყულევის სპორტში. და ეხლა ანაკლიის სპორტი რო ოპერირებდეს ამ ქვეყანაში და რა ვიცი, ეს ქვეყანა სხვაგან რო იყოს ეკონომიკურად, იქ სადაც უნდა იყოს წესტი, რომ ანაკლიის სპორტი უნდა ქართული ყოფილიყო, იქ შეუძლებელია ასეთი მამაძაღლობა, შეუძლებელია ეგეთ ქვეყანაში. რატო არ უნდა რატო აღარ უნდა ეს რაღაც, რატო აღარ უნდა ევროკავშირი? იმიტომ რომ ევროკავშირში შეუძლებელია ევროკავშირის ქვეყანაში ეს სტატისტიკა არსებობდეს, რომელიც ჩვენ 2025 წელს დავდეთ. აი სტატისტიკა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი არის ყირგიზეთი და საქართველოს მთავარი სავაჭრო პროდუქტი არის ავტომობილები. Sorry, ხარ ვიცი ეკთება. ავტომობილები, ხალხო, ავტომობილების ექსპორტი საქართველოში არის კატასტროფული მაჩვენებლად 4000% გაზრდილებს ყირგიზეთთან ვაჭრობა. კი, მასობრივად გააზრეს თურქებმაც. ვინმე ვერ გაიგო რას ვამბობ. ეს არის ჩვეულებრივი სხემა. საბოლოო წერტილად არის ჩართული ყირგიზეთი, ტრაილერებზე მანქანები ხდება, ყირგიზეთი როგორ მიდის აქედან გზა რუსეთის გავლით. ყირგიზეთში არ ჩარჩა არც ერთი მანქანა. რიცხვები აღარ მახსოვს. კი, დამტილად ესე არის, ჩვენს გავაკეთეთ აქ ეს თემა. ოდიშა ეს რიცხვი არის კატასტროფული მაჩვენებელი, აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი, მაგრამ რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი მანქანა ყავს გატანილი ყირგიზეთში და 23 მილიონი დოლარის მანქანაა ყირგიზეთში ჩასული. სადაც 300 მილიონიდან არის გატანილი და 23 მილიონი არის ჩასული ბატონ დავით. ხო, ხვდებით რაზე არის ლაპარაკი, ყირგიზეთში არც ერთი მანქანა არ ჩადის. სინამდვილეში გაფორმებულია ყირგიზეთად და ჩვეულებრივად რუსეთს ემსახურება ეს ტრაილერი, აი პირდაპირ ყველა ქალაქში გაივლის სადაც რა კარგია რომ ამ თემას შეეხეთ. ამაზე იწვევს ხელს. და ეს რაღაცა კლანი იმეების, რა ქვია, ასათიანების და სხვების, რომელიც ფლობენ აი ყულევის სპორტს. რადიო თავისუფლება თქვა რომ დავასანქცირებთ. იმ ბავშვს რასაც არ ვერ გავიგე, შვილზე აქვს დაპრობებული ის ქონება. დაასანქცირებენ იმ კაცს. დაასანქცირებენ და ღირსი იქნება და დაასანქცირების გარდა რას უშვება პუტინი ისა რა ქვია, ტრამპი რუსეთის ჩtildeოვანი ფლოტის გემებს, აი იხილეთ რაკნა ამასთან კარიბის პრესა აჭრელებულია ამ თემით. არავინ არ დაუთმობს ამას. ჩვენ ცხოვრობ ტერორისტულ სახელმწიფოში, კაცო. მარტო ის კი არ არის რომ ეს ისა რა ქვია ოროსანი ეკონომიკაში კობახიძე იქ იმაში იდგა რა ქვია დედამიწის დაწყევლა ირანში, თეირანში
ყველასთან ერთად იდგა რიტმში აყოლილი იყო სიკვდილი ამერიკას და ისრაელს. მარტო ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც რუსეთში ეზიდება სანქციონებულ ტვირთს, რომელიც ეხმარება რუსეთს გაყიდვის სიკვდილიანი ნავთობი და რომელიც ჩვეულებრივად ამ ქვეყანაში მინისტრები, ვიღაცა კი არა, მაფიოზები კი არა, მინისტრები, უშიშროების მინისტრი ამ ქვეყნის და პრემიერ-მინისტრი მფარველობდა საერთაშორისო თაღლითურ სინდიკატს. სინდიკატს, რომელიც ადამიანებს პარავს ფულს სოფლიოს მასშტაბით. ამას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო და ეხლა რავი ტერორისტის სახელმწიფოს მეტი დეფინიცია არ არსებობს. თუ უნდა სული ამომხადოს, სიტყვის თქმა ამიკრძალოს კი არა, სული ამომხადოს, მაგრამ ეს რეალობა ხო არსად არ გაიქცევა. შეიძლება მე ამიკრძალო კანონით და შეეცო ციხეში ჩამაგდო, იმიტომ რომ ვამბობ რომ შენ არალეგიტიმური ხარ და ტერორისტი ხარ, მაგრამ ამას ხო ვერავინ ვერ გაიქცევა. რომ შენ ხარ ის ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთის სისხლიანი ნავთობით ვაჭრობს, გამდიდრდა რუსეთში სანქციონებული ტვირთის შეტანაზე, აი ამითი გამდიდრდა და თაღლითურ კონცენტრებს იმის გვარი მაგიდაროდგას კანცელარიაში იმის ნახევარი ეხა ციხეში გდია იმიტომ რომ ან ბავშვების ფულს იპარავდნენ ან ჯარისკაცების ფულს იპარავდნენ ან ნახევარ სამყაროში მოხუცების პენსიონერების ფულს იპარავდნენ თაღლითური კონცენტრებით და ამას ფარველობდა ეს ხელისუფლება და კობახიძე იდიოტს თუ გონია რომ პასუხისმგებლობა არა აქვს გავახსენებ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე განსაკუთრებით ქართული ოცნების ამორჩევლებს რომელიც დარწმუნებულია ბევრი გიყურებთ თქვენ ბატონო დავით რომ გაიხსენეთ რომ კობახიძე იყო ის კაცი ვინც დაამტკიცა ეს მთავრობა ის მთავრობა აი ეხლა რომ ხელი შეაწმინდეს, რა ვიცი, ყველაფერი ფეხი შეაწმინდეს და ყველა უბედურება იმას დააბრალეს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი თავისი მთავრობით კობახიძეს ყავს დამტკიცებული პრემიერ-მინისტრად ორჯერ. იმ პარლამენტში იჯდა, ეგ ამტკიცებდა და იძახდა რომ ამა ესეთ ციკლოკაცი მე დედამიწაზე მეორე მახსოვს მეც მახსოვს. ათასო ვარცას აი ეს არის რა, დრამატული ფონი არის ახლა ვედო საკმაოდ ბევრი მასალა ის თქვენი გადავხედე. ნოვოროსიისკიდან გადიოდა ნავთობი. ძალიან დიდი იმპორტია, სხვაჯერად ნავყოფი ვარ და ნოვოროსიისკში ესე იგი ეს რაღაცა რუსული გემები ჩამოყავთ აქა. ვითომ იცლება ზოგჯერ ესე იგი ესე თავიანთი ერთი გემი საწავს ამ უზარმაზარი ისენია იყო საცავები და იქ ასღამენ და სხვა გემი მერე ტვირთავს და გააქვთ ევროპაში. ამას ხო ნებისმიერი თანამგზავრი დააფიქსირებს. რატო გონიათ ამათ რომ ეს ვერ შემჩნეოდა და უკვე პირდაპირ ოფიციალურად დაიწყო აგერ ევროკავშირის სანქციების ნუსხა შეიტანეს ყულები ამ ხელაში რომ აჩადებული იქა ნუ მე არ ვიცი უთვინოები არიან ან რაღაცა ბაბატიოს ღვერდა და ფინზურის სქემები თუნდაც ფული შოვნა და ქვეყანას რა ხერი ამითი არაა სწორი მე ვფიქრობ რომ აი დამიჯერე მართლა ადრე თუ გან მოხდება ისე რომ შუაზიის საწვავი გემებით იქნება იმაში კასპიის ზღვაზე თუ ესე თქვა და რკინიგზით მოვა ანაკლიას პერსპექტივა აქვს 20,000-იანი ქალაქი იქნება და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იყოს ეს ყოლები სოკარისა და ჯერ სხვაჯერს ესეც არასწორი იყო იმიტომ რომ სოკარმა მოითხოვა იქა კრეკინგის დაყენება ნუ ესე იგი ნავთობის გადამუშავება ნუ იქ ფრაქციებად ნუ ცნობილი ფაქტი არის ეს სადღაც 30 მეტრის სიმაღლეზე აცხელებენ მას შავ ბენზინს და იქიდან ილექება სალარკა ცალკე და სხვადასხვა ხარისხის კოეფიციენტები აი ხო ხარისხია რა და შეიძლება სუპერის ბენზინის გამოვიდეს მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ოფიციალურად ლეგალურად თან შუაზიიდან შემოტანილი საწვავი და არა აი ნოვოროსიისკიდან მიღებული და ძირითადად ეს არის გროზნოდა და იქიდან ამოკაჩული გადადის რკინიგზით ნოვოროსიისკში და ნოვოროსიისკიდან მოაქვთ აქ რომ ევროპაში გაიტანონ იმიტომ რომ სანქცირებულია რუსეთის ნავთობი რა თუნდაც აი ამ სიბიძურეში რომ ერევიან ეს ხო გაიშიფრა უკვე და ფაქტურად სანქციების მუხარა დაიწყეს გააჩერებენ მაყულებს და ცოდვა ქვეყანა ამხელა ნუ მე ვფიქრობ რომ კატასტროფა იქნება ესა ამ თელი შავი ზღვისპირეთის ესე საფრთხის შემცველი არის იქიდან მოდის საწვავი მე აქედან ისევ ესე უნდა წავიდეს და რატო გარიეს თავი ამ სიბინძურეში მე არ ვიცი განდაბავდი კისერი უმტრევია თავის თავს რაც უნდა ის დამართა წარმოიდგინეს ოღონ აი ეს ყველაფერი ამ ქვეყანას იმხელა უბედურებაში ამყოფებს კი უკვე ვართ უბედურებაში მე აბსოლუტურად გერთანხმებ საერთოდ არ უყურებ ამ პროცესს პესიმისტურად და სწორი აქცენტი გააკეთეთ ახლა როცა თქვით რომ აგერ ხო რაღაცა აი ამ
თავისივე მხარდამჭერები, ისე რომ იქ რა მოხდა უნივერსიტეტებში, იქ ეგონათ რომ აი ცხენზე იჯდნენ თეთრ რაშზე. მული ხა არ მინდა ის ბოლო დღეებშია ჩემი ბევრი კოლეგა ლაპარაკობს რაღაცა თითქოს ის იყოს, რა ქვია, ყურებზე აფარებული ხელი კონდეს, ბოლო 1 წელია და თვალებზე კიდე რა. თესეუს და იმის პროფესორები იყო და წმენდა სად მოხდა. ოდის ვიხდი ერთი რა და არ გაწმინდეს თესეუ და ისა ტექნიკური უნივერსიტეტი და ყველა უნივერსიტეტები უკანასკნელი 1 წელია. მარტო დარჩა პირდაპირ ვიტყვით ჩვეულებრივი წითელი ინტელიგენცია 99% ამ უნივერსიტეტებში. რატო იდგონ ეგონა რომ ცხენზე იჯდა და ყველაფრის გაკეთება შეეძლო? იმიტომ რომ იქ ვინც დარჩა პოლიტიკური ნიშნით ონივე უნივერსიტეტში და ეგონათ რომ კიდე ყველაფერს აკადრებენ, სულში ჩაფუთხების უფლება ქონდა. ნუ აი ხა იმიტომ რომ ჩვენ ქონება გვინდა შეგაერთებ და არ გამოუვიდათ ეგ სულში ჩაფუთხებამ, რომ აღმოჩნდა რომ იმ ადამიანებს სული აქვს. აღმოჩნდა რომ ის ხო რამოდენიმე ასეული კაცი რომელსაც პროტესტი გამოაცხადა და თქვა ეხლა მე კი არ ვეთანხმები რომ რაღაც ან ერთი წინავს და მართლა ცოდნის ტაძარია ან მეორე ძალიან ცუდი უნივერსიტეტია ერთიც და მეორეც ამას ბევრჯერ გავიმეორებ სანამ ერთიც და მეორეც ნორმალური უნივერსიტეტი არ იქნება კატასტროფაა რაღაცა 21 საუკუნეში პოლიტექნიკური ინსტიტუტი არა გვაქვს ხალხო 21 საუკუნეში ინჟინერის სკოლა არა გვაქვს ნორმალური სადაც სამგალითად სამოქალაქო ინჟინერიას ასწავლებს ექანა ვარ ამ ჩვენ მოქალაქეებმა უნდა იცოდე ხელმოყერებულებს უსმენდით ამ რაღაცა გაურკვეველ ხალხს თუ იმისა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურა რო ქვია და ბოჭოლის აქტოვანებით რომ გაკიოდენ გუშინ და დარბაზის წინ საფეხბურთო ჰიმნს რომ ღეროდენ თითქოს რაღაცა მართლა სასწაული მოხდა რომ ისინი შეინარჩუნეს აი ამ ხალხს იმის უნარი არა აქვს რომ იცოდეთ ამ ხელა უნივერსიტეტს ვინახავთ და ამ ხალხს იმის უნარი არა აქვს რომ ქვეყანაში საქართველოს არის ბოლო 10 წლების მანძილზე სამშენებლო ბუმია ხალხო ერთადერთი ეკონომიკური სფერო რომელიც ვითარდება არის მშენებლობა და ჩვენ ქვეყანა რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში სამოქალაქო ინჟინრის გამოყვანა არ შეგვიძლია დიპლომის სწორი თანამედროვე სტანდარტის სამოქალაქო ინჟინერი რომელმაც მნიშვნელოვანი ნაგებობა უნდა ააშენოს ამის სათავე არ აგვაქვს არ აქვს ამის სპეციალისტები. იცით სად არის ერთადერთი უნივერსიტეტი რომელიც ამას უშვებს თან ნუ რაღაცა ძალიან ცოტა რაოდენობით 5-მდე მე მგონი იმას უშვებს რა ქვია დიპლომირებულს არის სან-დიეგოს უნივერსიტეტი. რომელიც არის შეერთებული შტატების დაფინანსება ილეონზე და თესეუზე მიბმული, მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტზე ძალიან ბევრი ათეული მილიონი დოლარი, რომელიც მილენიუმის პროგრამით შეერთებულ შტატებმა ჩაასხა საქართველოში და ერთადერთი ისა რა ქვია აი ეს რაღაც ფილიალი ამ სან-დიეგოს უნივერსიტეტს დღეს თბილისში შეუძლია რომ სამოქალაქო ინჟინერებს მიცეს დიპლომი. ტექნიკური უნივერსიტეტი აი ხო იდგნენ რომ ცოდნის ტაძარი და რა ვიცი ეს თუ არა დაიქცეს. ერთი სამოქალაქო ინჟინრის გამოყვანა არ შეუძლია. წიგნები, რომლითაც დღეს ასწავლიან, არის 70-იანი წლების. ვიცი, ვიცი. ეს ლაპარაკება კაცო, რამე ცოდნაზე, მაგრამ აქ შეხედა მთავარი რა არის. მე არ მჯერა ხო არც ერთ წუთი არ ვიტყვი რომ არც ერთი უნივერსიტეტი არც მეორე არ უკნია ხა მეც ორივე სჭირდება ძირეული რეფორმა. ძირეული რეფორმა ნიშნავს აი მართლა ლამის სუფთა ფურცლიდან დაწყება კოცებს უყვართ ეს. ეთახმები დათო, ესა თაზო ძალიან კარგია რომ ეს თქვი შენ. შენარჩუნებელია, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი უნივერსიტეტი. არა თუ რაიმე სასკოლო პროგრამა 100 წელში ხდება. სასკოლო კი არა ბოდიში აკადემიური პროგრამა რომელიმე 100 წელში კი არა 400 წელში ვერ ხდება. გუშინ სპეციალურად გადავამოწმე. სპეციალურად 400 წელში ვერ ხდებით. ვერც ერთი რეიტინგის, ვერც ერთი სასწავლო პროგრამა ამ უნივერსიტეტების. რაზე მელაპარაკებიან ეს ხალხი, საერთოდ. მაგრამ შეეშინე რომ მივხვდი რომ ბიჭო, კი არის ჩემი მხარდამჭერი, რასაც ვეთქვი იმას ვაწერინებ Facebook-ზე გამოვა იაგინებს ვიღაცა სტუდენტს ეთქვის რომ ნიშანს არ დაგიწერ, შენ თუ აქციაზე დაგინახავ, ყველაფრის მკადრებელია. ოღონდ აღმოჩნდა რომ სადღაც სულიცაა კაცო და იმას რაღაც პატივცემა აქვს თავის უნივერსიტეტზე არ გამოუვიდათ, ვერ გადატეხეს. გეთახმები შეეშინდათ. ხიფეთ არიან. თაზო, ეს შიშების ტალღა უფრო გაძლიერდება, დამიჯერე გაძლიერდება. ნუ ლოგიკით ესენი გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტები არიან და რაც უფრო მალე წავლენ ან არჩევნები ცივილიზებულად ან რაღაცა კომპრომისები ძალიან კარგი იქნება და მადლობა მე თუ გითხრათ საინტერესო საუბარი შედგა და იმეც ვიტყვევ ჩემო თაზო რომ სულ მალე თვითონ მე გადადგამენ ალბათ ნაბის